მიმდინარე წლის 6 თვეში იანვარ-ივნისში მოხდა 2860 საგზაო შემთხვევა, დაშავდა 3860 პირი და 216 დაიღუპა. ეს მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის საკმაოდ გაზრდილი და საგანგაშოა განსაკუთრებით ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ უკვე მოთმინების დრო არ არის, უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად, რადგან პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ იღუპებიან მოქალაქეები და ჩვენ ვიცით ამ დროს, რომ ამის პრევენცია არის შესაძლებელი. სტატისტიკა, რომელიც გროვდება დღეს, არის მასში არის მხოლოდ ფიქსირებული ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევები. ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ეს არის არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება და სხვა. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია თავისთავად, მაგრამ მთავარია, რომ ბაზისი არის. უნდა დავაშენოთ. ჩვენ უნდა გქონდეს სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო, ან ტრანსპორტის გამომართავობის გამო მოხდა შემთხვევები, ან ეს იყო კომბინირებული შემთხვევები. ჩვენ უნდა გქონდეს მთლიანი სურათი და არა მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებული. შესაბამისად, სახელმწიფოს უფრო გაუადვილდება, როდესაც გვაქვს მთლიანი მიზეზები წარმოდგენილი, მიზანმიმართულად უკვე შავ წერტილებს ებრძოლოს ის რეფორმები გაატაროს, რომელიც ხელს უშლის საგზაო შემთხვევების შემცირებას და ყველა გატარებული რეფორმა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს შედეგებთან. სხვა შემთხვევაში არც ერთ ჯარიმის გაზრდას ან არც ერთ საკანონმდებლო ცვლილებას არ აქვს მნიშვნელობა, თუ მან შედეგი არ მოგვიტანა და ჩვენ გვესმის არაერთი რეფორმა გატარებულა ამ ქვეყანაში ამ მიმართულებით და მათ მეორე წელსვე ქონიათ, როგორც კი ძალაში შევიდა, წლის განმავლობაში შედეგი ქონია, იგივე როგორც ხულათა სისტემა, ეს იყო 2017 წელს და შემცირდა 12-15%-ით შემცირდა მძიმე შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესს ამ საკითხში. უბრალოდ, როდესაც შევხედავთ, რომ რეფორმას რაღაც ხარვეზები აქვს, დროულად უნდა აღბოვხრათ.